მთავარი კონცეფცია რა არის, რომ პარტია არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ერთ რაღაცა კონკრეტული ადამიანის დაფინანსებაზე და დეცენტრალიზებული მოდელი მათ შორის პარტიის ფინანსურ ნაწილში გულისხმობს იმას, სპონსორის სტატუსის შემოღებას, სპონსორის სტატუსის დიფერენციაციას, ასევე და შემდეგ სლაიდებში ვნახავთ, რომ ეს კიდე კიდე შემდეგ სლაიდებში ვნახავთ ასევე, რომ რამდენიმე კატეგორიად არის დაყოფილი პარტიის წევრების საწევრო, რომელიც მათ ასევე შესაძლებლობას აძლევთ დამატებითი გადაწყვეტილების პროცესში ჩაერთონ და ასევე სპონსორის სტატუსი, რომელიც შემოვა ოფიციალურად და ეს ამ სპონსორის სტატუსებს შორისაც არის დიფერენციაცია იმის მიხედვით ვისი წვლილი რამდენი იქნება ამ პარტიის განვითარების საკითხი. საწევროების სისტემა პარტიის წევრებისთვის აქ რამდენი შეიძლება იყოს, ეს არის უკვე სამჯელო პოლიტიკური საბჭოსი, ხო? შეიძლება იყოს რაღაც მინიმალური 5 ლარი, 10 ლარი თუ ასე შემდეგ. ეს უნდა დაადგინოს უკვე პოლიტიკურმა საბჭომ, მაგრამ ამ საწევროების გადახდით პარტიის წევრი უკვე პოზიციონირებს, რომ არა როგორც მხოლოდ პარტიის წევრი, ხო, ასევე რომ ადამიანი, რომელსაც აქვს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. ხო, ამ სტატუსაც რეალურად აძლევს და სპონსორის სტატუსი, რაზეც ულაპარაკე, რაც შესაძლებლობას აძლევს იმის, რომ არ იყოს ნაციონალური მოძრაობა ჩამოკიდებული ერთ ან ორ ადამიანზე ფინანსურად, ხო? ეს სპონსორის სტატუსიც იქნება სპეციალური სტატუსი, რომელიც განისაზღვრება იმის მიხედვით, ესეც უნდა მოხდეს ღიად და გამჭვირვალედ, ხო? მათ შორის იმ მექანიზმის არსებობით, რაც გულისხმობს მათ შორის სპონსორის სტატუსის მქონე ადამიანის აქტიურ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ ადამიანებს, აი ამ წევრებს სპონსორის სტატუსით იქნებიან თუ წევრები იქნებიან, მაგრამ არა მხარდამჭერებს, ამას უნდა გაუსვათ ხაზი, ვისაც აქვთ იმის უფლება, რომ ENM-ს ელექტრონულ აპლიკაციაში იყვნენ დარეგისტრირებულები და ეს წვდომა ელექტრონულ აპლიკაციასთან ჰქონდეთ, უკვე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ყველა დონის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის, იქნება ეს თავმჯდომარის, გემდივნის, რაიონული ორგანიზაციების თუ ასე შემდეგ, მათ შეუძლიათ ხმა მისცენ და ასევე თვითონაც იყვნენ კანდიდატები მუნიციპალური ორგანიზაციის არჩევნებში, როგორც აღნიშნე, და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი და ინოვაციური, რომ თვითონ შემოვიდნენ როგორც გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები და არა როგორც ბრძანების შემსრულებლები. თვითონ შემოვიდნენ როგორც ადამიანები, რომლებსაც აქვთ ინიციატივა და რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა იმისი, რომ იყვნენ ლიდერები და ამის შესაძლებლობას აძლევს სწორედ პარტიის წევრებს ნაციონალური მოძრაობა.